ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში პირველი შეხვედრა გამართა. მინისტრობის კანდიდატი დეპუტატების წინაშე საკუთარი ხედვებით წარსდგა. უმრავლესობის წინაშე გამართული 1 საათიანი შეხვედრის შემდეგ ჭიაბერაშვილმა ფრაქცია ქრისტიან დემოკრატებში გადაინაცვლა. პოლიტიკა რომ წარმატებულია, ეს ჩანს იქიდანაც რომ ჩვენ პრაქტიკულად ხედავთ, როგორ ვითარდება სამედიცინო ინფრასტრუქტურა ქვეყანაში. თავარი რაც არის ის რომ მუდმივად ვიზრუნოთ ხარისხის გაუმჯობესებაზე, ამ სამედიცინო დაწესებულებაზე და უმთავრესი ამოცანა არის ის, როდესაც ქვეყანაში ვითარდება ეკონომიკა, ამის შედეგად გვაქვს უფრო ძლიერი ბიუჯეტი, ბუნებრივია ვითარდება ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, საავადმყოფოების შემთხვევაში ამას კერძო სექტორი აკეთებს უკვე, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს სარგებელი ამ ყველაფრისგან. ყველაზე მთავარი პრიორიტეტი, რაზეც იყო საუბარი, ეს არის ჩვენი მოსახლეობისათვის გაცილებით მეტი სერვისების მიწოდება, უფრო ხარისხიანის და ხელმისაწვდომობის გაზრდა, რომ ის რაც კეთდება ჯანდაცვაში, დაწყებული ახალი საავადმყოფოებიდან დასრულებული პერსონალის უკეთესი მომზადებით და ფასებით და ასე შემდეგ, მედიკამენტებით და სხვა, და ემსახურებოდეს პირველ რიგში იმას, რომ ადამიანები იღებდნენ სარგებელს აქედან და მათი ჯანმრთელობა უმჯობესდებოდეს და როცა მათ ჭირდებათ შეეძლოთ ეკიმთან მისვლა. მოტივაცია მისი წარდგენისა ამ თანამდებობაზე იყო სწორედ ის, რომ საჭიროა გარკვეული რეფორმების გატარება სოციალურ სფეროში, ასეთი იყო პრემიერ-მინისტრის განმარტება. თუმცა ცხადია, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ჩვენი ინიციატივებიც დავაყენოთ და პირველ რიგში ეს იქნება ჩვენი მოსაზრებები საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, რადგანაც პარლამენტი სწორედ ახლა განიხილავს საპენსიო პაკეტს. პირველი მოსმენით ეს კანონპროექტი უკვე მიღებულია. ჩვენ გვაქვს შენიშვნები, რომელიც წარმოუდგინეთ ჯერ კიდევ ყოფილ მინისტრს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ დღეს უკვე შედეგიანი და აზრიანი იქნება ის, რომ ჩვენ ამ თემებზე ვესაუბროთ მინისტრობის კანდიდატს.